მოგესალმებით, მინდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ხარვეზებით სავსე მართვა-გამგეობის დებულების ირგვლივ ვისაუბრო, თუმცა თუ კი ხელმძღვანელობენ მღვდელმთავართა საბჭოში, ამ შემთხვევაში წმინდა სინოდში აღნიშნული დებულების მიხედვით, იქ გვაქვს შემდეგი მოცემულობა. მეორე თავის მეოთხე პარაგრაფის მიხედვით ვხედავთ, რომ კათოლიკოს პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს. პირველი ეს არის, რომ იგი უნდა იყოს ეროვნებით ქართველი. მეორე, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საღვთისმეტყველო განათლება და საკმარისი საეკლესიო მმართველობის გამოცდილება. ამავდროულად უნდა იყოს ბერი, ასაკით არანაკლებ 40 წლისა და არა უმეტეს 70 წლისა. არსად არ წერია სიტყვიერად, თუ რას გულისხმობს საღვთისმეტყველო განათლება, გულისხმება აქ დიპლომის არსებობის აუცილებლობა, უნდა იყოს ეს დიპლომი აკრედიტირებული და ვალიდური საერთაშორისო აღიარების მქონე თუ ადგილობრივისა. ეს საკითხი ამ თვალსაზრისით არ არის დეფინირებული და განსაზღვრული და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ხელოვნურად ხდება მოსაყდრე შიოს გუნდის მხრიდან დისკრიმინაცია და მღვდელმთავრების სეგრეგაცია საპატრიარქო ტახტზე ბრძოლის ველიდან. პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ, რომ მან გაანეიტრალა ყველა ის კანდიდატი, რომელიც რეალურად მიიჩნეოდა, რომ იყვნენ ფავორიტები და შეეძლოთ დაეჯაბნათ მოსაყდრე შიო. ასეთი იყო მეუფე ისაია ჭანტურია, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, საკმაოდ ღვაწლმოსილი, ამაგდარი და დამსახურებული პიროვნება, რომელმაც თავისი ცხოვრებით დაამოწმა, რომ იგი განიცდიდა დევნას, შევიწროებას და პრინციპულად ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, გამოირჩევა თავისი სათნოებით, ეთიკურობით, კეთილშობილებით, შესანიშნავი პიროვნული თვისებებით და თუ კი იგი შეიძლება იყოს მღვდელმთავარი, ავტომატურად ეს უნდა ნიშნავდეს, რომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს საპატრიარქო არჩევნებში მონაწილეობა. ამდენად დამოკიდებულება არის არასამართლიანი და იურიდიულადაც გაუმართავი. როცა კი ხდება ამ ნიშნით დამუნათება, აბუჩად აგდება და ერთგვარად შეურაცხყოფაც კი იმ მღვდელმთავრებისა, რომლებიც რეალურად აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, მაგრამ ნონსენსია, როცა ვითომ და სხვადასხვა პრინციპების თანახმად ხდება მათი ჩამოცილება საპატრიარქო ტახტზე აღზევების მიმართულებით. იგივე მოხდა მეუფე დანიელთან დაკავშირებით და უცნაური პარადოქსია, რომ ის არის პედაგოგიური საქმიანობითაც გამორჩეული პიროვნება, სხვებს აძლევს რა დიპლომებს, საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელ მოწმობებს და თავად აღმოჩნდა ანდრია ჯაღმაიძის ცინიკური და სარკასტული განცხადების მიხედვით, რომ თურმე და ვითომ მას არ აქვს დიპლომი და ეს დიპლომი არ არის ვალიდური. მოსაყდრე შიოს რა დიპლომებიც აქვს, ეს კარგად ვიცით. როგორი წესით ხდება რუსეთში დიპლომების გაცემა, როგორ აჩუქა მას ბათუმის სემინარიის დიპლომი დაუსწრებლად მეუფე დიმიტრიმ, დაუსწრებლად სწავლობდა ზაგორსკის აკადემიაში, შემდგომ ტიხონის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტშიც, სადაც გაიარა ვითომ და რაღაც საღვთისმეტყველო კურსები. ჩვენ არ ვიცით რეალურად ამ დიპლომების ვალიდურობის შესახებ. აქედან გამომდინარე ცნობილია ისიც, რომ მისი სამაგისტრო ნაშრომიც სხვისი ავტორობით იქნა წარმოდგენილი და შემდეგ ის გასაღდა და მიეწერა პლაგიატის სახით მეუფე შიოს. მეუფე შიოს სამეტყველო აპარატი და მისი ნაშრომები ერთმანეთისგან აცდენილია. შესაბამისად, აქ ვხედავთ სერიოზულ ხელოვნურ манипуляციებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზედაპირზეა თავადის შეთქმულება, რომელიც პრაქტიკულად შეამთხვიეს მეუფე ისაიას და მეუფე დანიელს. აქვე უნდა დავძინოთ ისიც, რომ მეუფე გრიგოლთან დაკავშირებითაც ცნობილია, რომ მისი გავლენის ქვეშ მყოფ უნივერსიტეტში გრიგოლ რობაქიძის სასწავლებელში მან დაიცვა სადოქტორო ხარისხი ფილოსოფიაში, რომლის ხელმძღვანელიც და იქ გამომცდელი და დამსწრე პროფესორაც
რეალურად იყვნენ მისი ხელქვეითები ფოთის ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. შესაბამისად, აქაც გვაქვს პროტექციონიზმთან საქმე და თავად მეუფე გრიგოლის ფრაზეოლოგიაც და ნაშრომში წარმოდგენილი ტექსტიც ბუნებრივია არ შეესაბამება ერთი და იგივე პიროვნების ავტორობას. ესეც რა თქმა უნდა პრობლემურია და თავად ვითარებაა იმდენად გროტესკული, ცინიკური და უხერხული, რომ პრეცედენტი არ არსებობს და ანალოგი მსოფლიო ავტოკეფალურ მართლმადიდებელთა ეკლესიების სივრცეში, რომ მსგავსი შემთხვევა იყოს, როცა კი ხდება ქაღალდის დოკუმენტზე დაყვანება ადამიანის განათლების ვალიდურობისა. თავად მართვა-გამგეობის დებულებაც კი შესანიშნავად გვითითებს, რომ მნიშვნელოვანია საღვთისმეტყველო განათლება, მაგრამ განათლება რას მოიცავს თავის თავში? იქნება ეს სულიერი გამოცდილება, იქნება ეს ასკეზა, იქნება ეს თვით განათლებით მოპოვებული სასულიერო ცოდნა და თქვათ რაღაცა ბერული უნარჩვევები თუ სხვა რაიმე მნიშვნელობის ასე ვთქვათ ინტელექტუალური შესაძლებლობები. ამდენად ეს საკითხი არის ხელოვნურად ჰიპერბოლიზებული და მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, როგორმე მეუფე შიოს გაუსუფთავონ ადგილი და მოხდეს მისი დაჩქარებული წესით პატრიარქად დადგინება. ჩვენ ხედავთ, რომ თავად რუსეთის საგარეო დაზვერვა, რომელიც არასდროს არც ერთ საპატრიარქო არჩევნებთან მიმართებით არ გაკადნიერებულა, რომ მსგავსი განცხადება გაეკეთებინა, როცა კი მათ თქვეს, რომ ვითომ და ფანარი, ანუ კონსტანტინოპოლი დაინტერესებულია, რომ საქართველოში გავიდეს მათი კანდიდატი და ამის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტაცია მათ არ წარმოუდგენიათ. აქ უბრალოდ ეს გზავნილი გულისხმობს იმას, თუ რაოდენ ფოკუსირებულია კრემლი საქართველოზე, რეგიონზე კონკრეტულად და ჩვენს ეკლესიაზე, რადგან ყოველთვის რუსეთის პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობ ინსტრუმენტად და სატელიტად განიხილებოდა საქართველო. de facto ეს იყო საეგზარქოსო, de jure ვითომ და ავტოკეფალური ეკლესია, მაგრამ პრაქტიკულ მოცემულობაში ვხედავთ, რომ დღენიაдаг უნისონში და სინქრონში მოქმედებდა იგივე კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც, მისი წინამორბედებიც და ახლა უკვე სურთ, რომ შემდგომიც იყოს დაქვემდებარებული რუსეთის გავლენის ორბიტას. პლატფორმა და კურსი იყოს სწორედ რუსულ ვექტორზე. ნარიშკინის უწყების ეს მოწადინება სხვა არაფერია, თუ არა მათი ირიბი მინიშნება და დაჟინებული მოთხოვნა, რომ როგორმე მოხდეს მეუფე შიოს დადგინება კათოლიკოს პატრიარქად. ტრადიცია არ სურთ, რომ დაირღვეს ამ კუთხით და რა თქმა უნდა, ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებენ იმისათვის, რათა მოხდეს ჩამოცილება ყველა სხვა ღირსეული კანდიდატისა მეუფე შიოსთან პაექრობის გზაზე. ამიტომ ვითარება არის ძალიან ტრაგიკული, უაღრესად ამაზრზენი და სამარცხვინო. შესაბამისად, უნდა ვთქვათ, რომ არავითარი კანონიკური სამართლის პრინციპები, იურიდიული ნორმები, საეკლესიო ტრადიცია და პატრისტიკული განწესება არ მოქმედებს შერჩევის მექანიზმებად. ერთადერთი მხოლოდენ ჩრდილოეთის გავლენა, ფარული ხელი და კრემლის საცეცები ზედაპირზე ხელის ფათურით ცდილობს, რომ როგორღაც მოახდინოს მიტროპოლიტ შიო მუჯრის ამ ყოვლად დაბალ ეფექტიანი მღვდელმთავრის, რომელსაც არავითარი გამორჩეული დამსახურებები არ მიუძღვის საზოგადოების ღვთისა და ერის წინაშე, იმისათვის, რათა იგი გახდეს კათოლიკოს პატრიარქი. ის საკუთარ ეპარქიაშიც კი ვერ აწესრიგებდა ვითარებას, არც ტაძრების გახსნის სიმრავლით გამოირჩეოდა, არც მღვდელთა ხელდასხმით, არც მონაზონთა და ბერთა სიუხვით, არც ეპარქიაში ადგილზე მყოფობით, არც კრიტიკულ ვითარებაში, როცა კი საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და სენაკის ბაზა დაიბომბა და ვიცით რომ მოროდიორობა ხდებოდა, იგი ამ პერიოდში იმყოფებოდა დედაქალაქში. და მან საკუთარი სამწყსო მიატოვა თავისი აროგანტული ბუნების, თავისი უგულისყურობის, გულცივობის, უპასუხისგებლობის გათვალისწინებით. პიროვნულად არის საკმაოდ ხისტი ადამიანი, ესეც ცნობილია, აქვს გარკვეული
დადებითი მხარეები იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა მიიჩნეოდეს ის როგორც კონსერვატორად, მაგრამ მეორე მხრივ აქვს ობსკურანტული, რეტროგრადული წარმოდგენები და რუსოფილური განწყობები. ამდენად მხოლოდ ის არ კმარა, რომ ზნეობრივად ხორციელი თვალსაზრისით პიროვნება იყოს უბიძო. დამატებითი ღირსებები მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ ნებისმიერი თუკი ქალწულება მხოლოდენ კრიტერიუმი, ნებისმიერი ახალგაზრდა გოგონაც კი შეიძლება მაშინ დადგინდეს ან ხმა ჭაბუკი ბიჭუნა პატრიარქად. ეს არ არის მხოლოდენ საკმარისი პარამეტრი და სტანდარტი პატრიარქობისთვის. ამიტომ კი, ნამდვილად დადებითი მოვლენა თუ მღვდელმთავარი არ არის ჰომოსექსუალი, პედოფილი და მრუში, ეს ცალსახად ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმეა და უბედურია ჩვენი ვითარება, რომ ასე დაწვრილებით გვიწევს ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება და გამოხშირვა მღვდელმთავრებისა, იმდენად დიდი განუკითხაობაა მემკვიდრეობის სახით ილია მეორისგან ნაანდერძევი საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამიტომ არ კმარა ეს, პრაქტიკულად რა მოცემულობა მივიღეთ? 4 გზის ნასამართლები, კორუმპირებული, მილიონერი, ყოფილი ცოლოსანი, რომელიც უკანონო ქორწინებაში იყო თან, რომელსაც ყავს შვილიც ამავდროულად, რომელსაც მან გადაუფორმა საკუთარი ქონების დიდი ნაწილი, შემდეგ უკან გადმოიფორმა და მერე ისევ დაუბრუნა გულისხმობ მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს, რომელიც არსებს უნივერსიტეტს, სადაც რამდენიმე ასეულ ათასიანი ბიუჯეტი არსებობს, სადაც არც აუდიტი, არც ფინანსური მონიტორინგი და არც რევიზირება არ ხორციელდება და მიზნობრიობა და ხარჯების განკარგვა არ ხდება კეთილსინდისიერად და ფულის გათეთრების ყველაზე მანიპულატორული სივრცეა და შავი ხვრელი. ასეთი ადამიანი იწადინებს პატრიარქობას და ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი სირცხვილი, მით უფრო ამ 4 ნასამართლობიდან ძალიან მძიმე გარემოებებზე იქ საუბარი და ერთ-ერთი მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის თუ არ ვცდები 1991 წლის ნასამართლეობით ამ 4-დან მან ერთ-ერთ შემთხვევაში ადამიანი გაიტაცა ფულის გამოძალვის მიზნით. ეს არის სუსისკრეფსების მონაცემები და რა თქმა უნდა უშიშროებას აქვს ვალიდური ინფორმაცია აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, ისე როგორც სხვა დანარჩენთან მიმართებით. მეორე კანდიდატი მეუფეიობის სახით, მას შეიძლება ჰქონდეს რაღაც ერთი შეხედვით ეფექტიანი ბექგრაუნდი, გულისხმობ მონასტრების სიმრავლეს და სასულიერო პირთა რაოდენობის სიუხვეს, მაგრამ ეს არ ისახება პირდაპირ პროპორციულად ხარისხზე და ვიცით, რომ მის ეპარქიაში საკმაოდ მძიმე ზნეობრივი პრობლემებია და მორალური დარღვევებია, ასევე გაუმართავია იქ ადმინისტრაციულად სიტუაცია და შერჩევის კრიტერიუმებიც ძალიან დაბალი აქვს შესაბამისად მის მღვდელმთავრულ ღირსებაზეც ძალიან რთულია საუბარი. ამიტომ ვითარება არის ცუცა და უარეს შორის. ან უარესსა და უარეს შორის, მე უფრო ასე დავარქმევდი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო საეკლესიო სამართლის პრინციპები, მორალური კრიტერიუმები და ინტელექტუალური მდგენელი მთლიანად უგულებელყოფილია აქ. და ძალიან ფარდობითია ზოგადად და პირობითი საღვთისმეტყველო განათლების საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით საეკლესიო სივრცეში ეს არის სეკულარული, აკადემიური, საუნივერსიტეტო გარემო, სადაც მნიშვნელოვანია რომ მაგალითად დოქტორად აღზევების პირობებში ადამიანს ჰქონდეს მანამდე მაგისტრის დიპლომის ხარისხი, ხო? ამიტომ ან თქვათ, თუკი მაგისტრი ხდება, იყოს მანამდე ბაკალავრი. ასეთი საფეხურეობრივი გადანაწილება არ არის საეკლესიო სივრცეში, იმიტომ რომ ეს სულიერი ინსტიტუციაა და იქ მნიშვნელოვანია ადამიანის მორალური მოწიფულობა, მნიშვნელოვანია გამოცდილება ლოცვითი, ასკეტური და მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები, ეთიკური, კეთილშობილება მაგალითისთვის, მისი ქველმოქმედება, თავგანწირვა, თავდადება, მარხველობა, მღვიძარება, უამრავი ისეთი გარემო ფაქტორებია, რომელიც ხაღალზე წარმოდგენილ განათლებას, რა თქმა უნდა, აბათილებს, რადგან ის უფრო აღმატებულია.
ამიტომ მით უფრო დღევანდელ თანამედროვე ციფრულ სამყაროში, როდესაც ადამიანები სახლიდან გაუსვლად ნებისმიერ ბიბლიოთეკაში ელექტრონულად მოიძიებენ ყველა ინფორმაციას, როდესაც შეუძლიათ მოისმინონ სალექციო კურსები იგივე ინტერნეტ სივრცეში, როდესაც აქვთ რაღაცა პირადი სულიერი კანონი, რომელსაც ისინი გულდასმით ასრულებენ, ასე დროს ადამიანები დაამუნათო და მოთხოვო მაინც და მაინც ცხეთის სემინარიის ქეციანი მომიტევეთ ამ გაბრაზული გამონათქვამისთვის დიპლომი ან ცხეთა-თბილისის ეპარქიის რომელიმე სასწავლებლისა, მაგალითად თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის დიპლომი. რა თქმა უნდა, ეს არის მარაზმი. ეს არის ხელოვნურად ინსპირირებული, თითიდან გამოწვეული თემა, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ როგორღაც სხვადასხვა საშუალებებით ფეხი დაუდონ გაქცეულ ადამიანს. გაქცეულს გულისხმობ მოტივირებულს, რომ გახდეს მაგალითად უფრო ზემდგომ თანამდებობაზე მყოფი. ამ შემთხვევაში კათოლიკოს პატრიარქი. იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არჩევნები იქნება არალეგიტიმური. ვინც არ უნდა დაინიშნოს მან ამ სამი კანდიდატიდან და თუ კი მოსაყდრეშო გაიმარჯვებს და მაღალი ალბათობა ამისა უკვე ამ პერიპეტიების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ეს იქნება მხოლოდენ ხელოვნური, უზურპატორული, დაუმსახურებელი და მას მოუწევს აი ამ ჯვრის ზიდვა, რომ ის არ იქნება ლეგიტიმური. მას ამ ცოდვის ტვირთვა მოუწევს, რომ მან ყველა აკრძალული მეთოდით მოიშორა, დაჩაგრა და გაანადგურა ყველა ოპონენტი და პრაქტიკულად მარტო დარჩა ჭადრაკის დაფაზე, რომელსაც მართავს პუტინისა და ნარეშკინის ხელი. აი ეს არის დიდი უბედურება და ტრაგედია. და ეს არის ის სერგიანული წითელი ეკლესიის მემკვიდრეობა კგბ-ს კაბინეტებში რომ ხდებოდა ადამიანების ხელდასხმა. თორემ სხვა რა ბუნებაში არსებული დამსახურება აქვს შიოს, რომ ის გახდეს კათოლიკოს პატრიარქი. დღემდე ვერ მივიღე ამ შეკითხვებზე პასუხი. არაფერი პირადული, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემი პირადული სუბიექტური აღქმაც ნეგატიურია და ემოციური განწყობისგან არ ვარ თავისუფალი, ამას ვაღიარებ, მაგრამ მეორე მხრივ ჩემი იმედგაცრუება, ჩემი სკეპტიციზმი და პესიმიზმი არ არის მხოლოდენ ჩემი ფსიქოსომატური აღქმა. ეს არის ის მოცემულობა, რაშიც გვიჭირს ცხოვრება ყველას. და ამის გადამოწმება ძალიან ადვილი და ყველასათვის ხელმისაწვდომია. თუ რატომ ვიცუნებ მე მაგალითისთვის შიოს, გრიგოლს და იობს. ეს არის სულ. ვინც კიდევ ღირსეული იყო მეუფე პეტრეს სახით, ის უკანონოდ განაყენეს 4 სასჯელი დააკისრეს მას და იმთავითვე წინასწარ გამორიცხეს. იმიტომ რომ ის იყო ერთადერთი ვინც ხმას იმაღლებდა ზნეობრივ, ფინანსურ, ადმინისტრაციულ დარღვევებზე და რუსულ გავლენებზეც მათ შორის. ამიტომ ამ მოცემულობაში სადღაც კიაფობდა ციცინათელასავით მეუფე ისაიას პერსონა და ისიც ისე შეურაცხყვეს და ისე დაამცირეს, რომ ადამიანი პრაქტიკულად დატოვეს უპატიო დათრგუნულ ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში და მისი წერილიც ვნახეთ ყველამ, სადაც ის ძალიან ღირსეულად თავისი სულიერი და წმინდა განწყობებით აფიქსირებდა წყენასა და უკმაყოფილებას და ეს არის ისტორიული დოკუმენტი, რა თქმა უნდა და სწორედ ეს დააწვევა მძიმელოდად შიოს იმ საპატრიარქო მიტრაზე. ყოველთვის ემახსოვრება მას, რა ჩაიდინა და რა მოიმოქმედა. და ჩვენ კომენტატორები, მიმომხილველები და ანალიტიკოსები თუ ექსპერტები ამას ყოველთვის მას დავაყოდრით, არა იმისათვის, რომ დავიბოღმეთ და ავმეხსიერნივართ, არამედ იმისათვის, რომ პრეცედენტი არ იყოს გამეორადობით სამომავლოდ მოსალოდნელი. ეს არის და ეს. დიდი მადლობა.